ეს პროგრამა ავტოქარხნის ასე ვთქვათ, ბოლოში ქალაქგარეთ ტრანსპორტი, საზოგადოებრივი ტრანსპორტით არის ძალიან მოუხერხებელი. როგორც გითხარით, ის გზა, საიდანაც ნორმალურად შეიძლებოდა მისვლა მოასფალტებული გზა, შემოღობენ და სახელდახელოდ გაჩვენენ რაღაც მოხრეშელი გზა, იყიდება უფრო შორს ქალაქიდან, სადაც ჯანმრთელი ადამიანს გაუჭირდება გავლა, არათუ ასე ვთქვათ, დაავადებულს და ინვალიდს და შუშუმს. რაც შეეხება თვითონ და უნდა აღვნიშნოთ აქვე რომ ამ ქუთაისის პროგრამაში დადიან არა მარტო ქუთაისიდან, არამედ გარშემო ქალაქებიდან, აი თქვა ხონი, სამტრედია, ვანი და ასე შემდეგ. ყველა ქალაქებიდან ქუთაისის მეტად ჩანაცვლები თერაპიის პროგრამაში დადიან. და ძალიან გაურთულენ ცხოვრება ამ ადამიანებს, რომელსაც ისედაც რთული ცხოვრება აქვს. ამ ადამიანების უმეტესობა არის ასე ვთქვათ, შემოსავლის დაბალი შემოსავლის მქონე, ან სულ არ აქვს შემოსავალი, ბევრი არის თამდები დაავადებები. აი ბევრი არის შუშუმები, რომელსაც დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირთ და ხელით პირდაპირ მანქანიდან ხელით გადმოყავთ, ხელით შეყავთ და ხელით გამოყავთ ადამიანი. და ამ გზის გავლა ამნაირი ადამიანებისთვის ეს არის წამება პირდაპირ და არა მკურნალობა. ეს სამკურნალო დაწესებულებას ნამდვილად ვერ დაარღვევ. თვითონ შენობის დიზაინს რაც შეეხება აი მართლა თვითონ ექიმები და პერსონალი ძალიან ცუდ არიან იმ შენობაში და ეს არის რაღაც შენობა რომელიც არც ვენტილაცია არ აქვს, ერთი პატარა შესასვლელი აქვს, არ ვერ განიავდება, მით უმეტეს ზამთარში აი იქნება ჩახოთული სივრცე, სადაც თვითონ ექიმები და პერსონალი იქნებიან დაავადებების რისკის ქვეშ, იმიტომ რომ ბევრს აქვს თამდები დაავადებები, როგორც აღვნიშნეთ, ბევრი ადამიანი არის ღია ფორმის ტუბერკულოზით. და წარმოვიდგინეთ, ახლა ამ პატარა სივრცეში ღია ფორმის ტუბერკულოზიანი ამდენი ადამიანი რო შევა დასაფრთხის ქვეშ დგანა, ექიმები და მომსახურე პერსონალი ვარაფერი თქვა თვითონ პაციენტებზე და იმაზე, რომ ეს არის ღირსების შემლახველი მოპყრობა ამ ადამიანების მიმართ. დისკრიმინაცია არის ამ ადამიანების. ელემენტარული ტუალეტი არ არის პირველ სართულზე, სადაც პაციენტები, ასე ვთქვათ, შედიან 1500 ადამიანი დადის სამედიცინო დაწესებულებაში, რომელსაც ტუალეტი არ გააჩნია. რომელიც არ ნიავდება, ყველანაირი სამედიცინო სტანდარტი დარღვეულია. არ ვიცი, საფრთხის ქვეშ დგანან თვითონ ექიმების და პაციენტების ჯანმრთელობა. ადგილობრივი მმართველობა ერთი პერიოდი აქციებს ატარებდნენ, ერთი კვირა ქუჩაში იყვნენ მოსული, რომ ესე იგი ეს პროგრამა არ გადასულიყო. შემდეგ როგორც ითქვა, შეპირდნენ, რომ ამ პროგრამას ისე შემოღობავენ, ამ ხალხს ისე ატარებენ, რომ საერთოდ ვერ დაინახავთო. თვითონ რაღაც ზოოპარკში იყო და ეს ხალხი რა ვიცი, საზოგადოების წევრები არ იყო საქართველოში. ბოლო პერიოდში საერთოდ დაიწყო ეს ტენდენცია, რომ პროგრამების გატანა ქალაქგარეთ, აი თქვა ზუგდიდში გაიტანენ პროგრამა ქალაქგარეთ, როგორც ვიცი, ქობულეთშიც გაიტანენ. ახლა ქუთაისშიც გაიტანენ. თუმცა ჯერ ესეც დისკრიმინაცია ამ ადამიანების მიმართ, რომ მოარიდო და დააჩილო საზოგადოებას. აი რატო რისიგულისო, ხო? მეორე თვითონ შენობა, სადაც ადამიანები შეიყვანენ, არის აბსოლუტურად, როგორც ეხლა ვთქვით, არანაირი სტანდარტებში არ ზრდება. რატომ გააკეთეს, ნამდვილად არ ვიცი. ახლა მიმართე მეკითხვით ჯანდაცვის სამინისტროსაც, თვითონ პროგრამების ხელმძღვანელობასაც, თუმცა სამწუხაროდ მაგაზე პასუხი ვერ მივიღე.